საქართველოს სავადაგასული პრეზიდენტი იტალიის სენატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. Ქროპრომ ამოცობის პირველი ნაწილი არის იმის თქმა, რომ არჩევნები არ არის სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას, რაც ჩანს ქუჩის აქციებში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. არჩევნები თუ ის აღარ არის დემოკრატიის ნიშანი, მაშინ ჩვენი ხელით ვუთხლით ძირს დემოკრატიის ძირითად წესებს. უნდა არსებობდეს პოზიცია, რადგან უნდა იყოს გადაწყვეტილება თუ პოზიცია არ იქნება, ჩვენ ვერ გადავალთ ერთადერთ პოლიტიკურ და ნორმალურ პროცესზე. ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. ეს ერთადერთი სტაბილური გამოსავალია, რაც შეეხება ჩემი პოსტის შენარჩუნებას. ეს რა თქმა უნდა ძალიან სიმბოლურია, რადგან როგორც იცით, საქართველოში პრეზიდენტს საერთოდ არ აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება. მე არ ვარ ის, ვინც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მე მხოლოდ მათი წარმომადგენელი ვარ ქვეყნის გარეთ და ვარ ერთგვარი კავშირი და სიმბოლო. და მე ვფიქრობ, რომ ხალხს ქუჩაში სჭირდება ეს სიმბოლო და ეს ასევე არის სტაბილურობის ფორმა, ასევე ჩვენი ქვეყნის გარე პარტნიორებისთვის მათ უნდა იცოდნენ, ვისთან შეუძლიათ საუბარი.